უფლებადამცველთა გაერთიანების დასკვნა ორგანიზაციამ 2003-2012 წლებში ეკლესიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები წარმოადგინა. მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და თეოლოგმა ლაშა ცაიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. მჟავანაძის განცხადებით სასულიერო პირები ხელისუფლების მხრიდან ფიზიკურ ზეწოლას განიცდიან. მისივე თქმიდეს ფაქტები გადაეცა სახალხო დამცველს, მაგრამ გიორგი ტუღუს არნაირი რეაგირება არ მოუხდენია. როგორც ჟურნალისტმა ლაშა ცაიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება დაუფარავად ებრძვის სასულიერო პირებს და ამისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯონ. მას შემდეგ რა ვარდების რევოლუცია მოხდა, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად დაიწყო ეკლესიის მიმართ თავისი ქმედებების განხორციელება, დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება. სავარაუდოდ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სასულიერო პირები განიცდიან არნახულ ფსიქოლოგიურ და ხშირად ფიზიკურ ზეწოლასაც. ჩვენ სამწუხაროდ ყავს სათავეში ისეთი ხელისუფლება, რომელიც დაუფარავად და ზოგ შემთხვევაში დაფარული მეთოდებითაც ებრძვის მართლმადიდებელი ეკლესიას. მას აქვს ორმაგი სტანდარტები, თითქოს იგი ერთი ხელით ზრუნავს მისი გარკვეული ნაგებობების რესტავრაციაზე, მეორე ხელით კი ცდილობს სრულიად ძირი გამოუთხაროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.